დანაშაული, რომელშიც ოცნების წევრები და მხარდამჭერები ფიგურირებენ, ხელბორკილები დადეს ბიზნესმენ გიორგი კანდელაკსა და ოცნების საკრებულოს წევრს ბორია გოგიჩაიშვილს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ ისინი მფარველობდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების დამზადებას. უწყების ცნობითვე, დაკავებული 7 პირი ასევე ჩართული იყო უაქციზო სიგარეტის რეალიზაციაშიც. საგამოძიებო უწყებაში, რომელმაც ეს ფაქტი წლების განმავლობაში ვერ აღმოაჩინა, აცხადებენ, რომ ამოღებული პროდუქტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. ნუცა ბახუტაშვილი არკვევს დეტალებს, ნუცა რა კავშირი აქვთ დაკავებულებს ოცნებასთან და კონკრეტულად რას ედავებიან მათ. დიახ, გიორგი, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული სულ 7 პირია, ნაწილი მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. ერთ-ერთია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი, ხოლო მეორე გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნების კვოტით ბორის გოგიჩაიშვილი. დაკავებულთა შორის გავრცელებული ინფორმაციით ასევე არიან ქართლოს ჯალაბაძე, გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის გიორგი იგივე გივი ჯალაბაძის ძმა და ალექსანდრე კურტანიძე. ახლა ფინანსთა სამინისტროს გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლს ედავება, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ჰქონდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა და შემდგომში რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ გიორგი კანდელაკი აქტიურად მონაწილეობდა წინა საარჩევნო კამპანიებში ქართული ოცნების სასარგებლოდ. ამასთან დაკავებული იყო სამეწარმეო საქმიანობით. მის მფლობელობაშია ათობით კომპანია, რომლებიც იგებდნენ ტენდერებს, ასევე გამარტივებულ შესყიდვებს. კანდელაკი ფლობს დიდძალ უძრავ ქონებას გორსა და ქარელში, ასევე თბილისში, რომელიც საკუთარ სახელზე აქვს რეგისტრირებული. მათ შორის ბოლო შესყიდვა მას 4 სექტემბერს უფიქსირდება. მან თავის ბიზნესისთვის გორში 300 კვადრატულის ფართის სარდაფი იყიდა. კანდელაკმა 2018 წელს 100.000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მანამდე 2012 წელს კი ნაციონალური მოძრაობის შემწირველი იყო. კიდევ ერთი დაკავებული ბორის გოგიჩაიშვილი, ასევე ბიზნესმენი და სპორტსმენი. ბორის გოგიჩაიშვილმა, რომელიც ადგილს გორის საკრებულოში იკავებდა, 2019 წელს მისი კომპანიის სახელით ქართულ ოცნებას 100.000 ლარი შესწირა. ოცნების დეპუტატი წარსულში 2011 წელს ნასამართლებიც იყო. მას სახელმწიფო სახსრების მითვისებას და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანდელაკისა და გოგიჩაიშვილის დაკავება ქართულ ოცნებაში კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება, რადგან ორივე მათგანი ღარიბაშვილთან დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა. ვცადეთ მომხდარზე გოგიჩაიშვილის თანაგუნდელთა პოზიციებიც გაგვეგო, თუმცა ოცნებაში ამ მძიმე ბრალდებებზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. ეს გახლავთ კლანებთან შორის დაპირისპირება. ეს ადამიანები წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილის კლანს. და ამით მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უახლოვდებიან ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ალბათ დააკავებენ კორუფციასთან ხელშეწყობის ბრალდებით. სინამდვილეში ეს გახლავთ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, ბიძინა ივანიშვილის ეხლანდელ ჯგუფს შორის და ბიძინა ივანიშვილის ძველ გუნდს შორის დაპირისპირება, რომლებიც ვეღარ იყოფენ ამ ნაძარს ფულს და ერთმანეთს უპირისპირდებიან. იჭერენ ერთმანეთს, ესორიან ერთმანეთს, აფინანსებდნენ ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულით, ტენდერების სახით, ათკატის სახით მიდიოდა ქართულ ოცნებაში ეს თანხა და ამითი აფინანსებდნენ მათ წინასაარჩევნო კამპანიებს. დაკავებულებს ჯერჯერობით ბრალდება ოფიციალურად არ წარდგენიათ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების ღირებულებამ კი შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს.